საგამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენს ტელეყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე მისი მუდმივი და უცვლელი წამყვანი ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. გუშინ მთავრობის სხდომა გაიმართა და პრეზიდენტმა ამ სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციას 2 წლით უმუშევარს დავტოვებ. უახლოესი არჩევნები მინიმუმ 2 წელი აღარ იქნებათ, თუ უფრო მეტი არა, არ ვიცი კონსტიტუცია ზუსტად როგორ ჩამოყალიბდება. ვაშა რასაოცარია. ესე იგი, არ იქნება არჩევნები და ქართველ ნარკომანებსაც მინიმუმ 2 წელი არავინ დაურიგებს უფასოდ წამალს. შესაბამისად, ჩემს უბანში ყველაზე ავტორიტეტული ნარკომანი აღარ მომადგება სახლში და არ მეტყვის ძმურად ნაციონალებს მეეცი ხმა და ჩემს ძმაკაც გამოუშვებენო. ასევე აღარ მომადგება სახლში ნაკლებად ავტორიტეტული ჩემი უბნელი ნარკომანი და აღარ მეტყვის ქრისტიან დემოკრატებს მიეცი ხმა, ეგენი ჭეშმარიტად ქრისტიანები არიან. მაგრამ 2 წელი არჩევნების გარეშე ცხოვრებას აქვს თავისი უარყოფითი მხარეც. მაგალითად, გოგი თოფაძე მინიმუმ 2 წელი ლუდს არ გააუმჯობესებს და ასევე ბენზინის ფასები 2 წელი არ დაიკლებს. არ დაიკლებს და სავარაუდოდ მოიმატებს მედიკამენტებზე ფასები. ასევე 2 წელიწადი ვეღარ ვნახავთ გიორგი ლაღიძეს და დავით იაკობიძეს. პრეზიდენტმა ახალი აღიარებაც გააკეთა მთავრობის სხდომაზე. ჩვენ არა ვართ არჩევნების მთავრობა. ჩვენ არა ვართ წინასაარჩევნო კამპანიის მთავრობა. მართალია. წააგო ამ ადამიანმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და მაინც პრეზიდენტია. რანაირად უნდა იყოს არჩევნების მთავრობა. არჩევნების პრეზიდენტი იყო უკრაინაში, წააგო და წავიდა. ვნახოთ რა შეიძლება მოხდეს არჩევნების შემდეგ. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც არის არა არჩევნების, არამედ აღშენებლობის, ქვეყნის განვითარების. და ამგვარად განვითარება არის არჩევნებამდე და განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ. რა მაგარია! არჩევნები მორჩა და ახლა აღმშენებლობა დაიწყება. ქარხნები, გზები, ცათამბჯენები, ობსერვატორიები აშენდება. რა მაგარია! ოღონდ ძალიან გთხოვთ, ისეთივე აღმშენებლობა არ დაიწყოთ, როგორც 2008 წლის არჩევნების შემდეგ იყო. და დგება ჟამი მთავრობის სხდომის შემდეგი ფრაგმენტის განხილვის. ახლა არის პერიოდი, როცა უნდა ქვები შევაგროვოთ. არის ქვების გამლევის ჟამი, ეხლა არის შეგროვის, ეხლა არის მშენებლობის პერიოდი. რაში დაჭირდა ჩვენს პრეზიდენტს ქვების შეგროვება? ან სად წაიღო ის ქვები, რაც მანამდე ჰქონდა დაგროვილი? აი მე უკვე დავიწყე ქვების შეგროვება. აი ეს ის ქვა არის ერთ-ერთი დარბევისას სპეცრაზმა რომ მისახსოვრა. ჩვენი ბიზნესი ახლიდან იბადება. ახალი ცხოვრების დაწყება ისეთის როგორც თავად სურდა, ბიზნეს უკვე შეეძლება ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ საგადასახადო კოდექსი თავიდან გადაწერა. რა კარგია. ეხლა ჩემს მეგობარს უნდა დავურეკო. და ვახარო ეხლა ეს ამბავი. ერთწუთით? ალო? ნოდარ, ხო, მე ვარ. როგორ ახარ? საფინანსოა შემოსული? ყადაღადაღად ეს? ხო, კაი, ნუ. ხო, კაი. ხო. ახლა ვნახოთ კიდევ რა გააცნო ფინანსთა სამინისტრომ მეწარმეებს. ფინანსთა მინისტრმა მეწარმეებს ცხოვრების ახალი წესები გააცნო, ამას ისინი თავად ითხოვდნენ წვრილებიც და მსხვილებიც და მიიღეს კიდეც. მინისტრი ამბობს, რომ მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საგადასახადო კოდექსის თავიდან დაწერა მოუწია. კარგია, აი ეს კოდექსი რომ შეცვალეთ. მაგრამ პარლამენტში არ უნდა გადაგეგზავნათ? არა, იქნებ წერტილი ან ძიმიაკლია სადმე. ხო, უნდა ნახო დეპუტატებმა და ჩაასწორონ. არა, ამ კუთხით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მინისტრმა ისეთი პირობები გააცნო მსხვილ
და წვრილ მეწარმეებს, რომ შეხვედრის შემდეგ ყველა მსხვილი მეწარმე დაწვრილდა. ახლა კი ვნახოთ ფინანსთა მინისტრისა და ბიზნესმენის ურთიერთობა საქართველოში. მათ იდეალური ურთიერთობა აქვთ. აი ეს ბიზნესმენია. მოდით მოვუსმინოთ მინისტრის ინტერვიუს. ბიზნეს დიდი როლი აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოში. მისი ნობათის გარეშე ინფრასტრუქტურის განვითარება და წინსვლა თითქმის წარმოუდგენელია. ბიზნესმენს კარგი კვება და მოსვენება ჭირდება, თუმცა ზედმეტი არაფერი ვარგა. აი რაღაცას გვეუბნება. დაბალი ტარიფები. ეხლა შია და ცუთ ხასიათზეა. წავიდეთ ლადო. კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე ქართული ეკონომიკის შესახებ. ავერსი კრიზისიდან გაძლიერებული გამოდის, მედიკამენტების წარმოება რეალიზაციასაც აფართოვებს, კლინიკებსაც და დაზღვევის ბაზარსაც. საბრალო ავერსი. თან ეს იმ პირობებში, როდესაც წამლებზე ფასი არ მოუმატებია, მონოპოლისტებიც ებრძვიან საწყალავერს და არც მთავრობის მხარდაჭერა არ აქვს. ვნახოთ, როგორ მუშაობენ რეგიონული ტელევიზიები. ოკუპაციის ტერმინის სამართლებრივი დამკვიდრება მით უფრო პარლამენტის რეზოლუციის დონეზე უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. სიაფაზებს დევიდ ბაქრაძე. ვაუ! დევიდ ბაქრაძე. აი, ასია. რო შეაჩვიათ ეს ხალხი ყოველთვე ევროპელი პოლიტიკოსების ნახვას. სავარაუდოდ ხვალ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ საიმონ მასხერაშვილი, მაიკლ მაჭავარიანი and პოლ ყობლაშვილი. ქართულმა დასმა საინტერესო განცხადება გააკეთა 30 მაისის არჩევნების შედეგებზე. ქართული დასისთვის თვითმმართველობის არჩევნები კატასტროფული შედეგებით დასრულდა. გაერთიანებისთვის მიუღებელია, რომ თბილისის 50 კაციან საკრებულოში 39 მანდატი მმართველმა გუნდმა მოიპოვა და ოპოზიციამ მხოლოდ 11 დეპუტატის გაყვანა შეძლო. ნაციონალებისთვისაც მიუღებელი იყო 39 ადგილი საკრებულოში, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლეს მეტი ბიულეტენების ჩაყრა და აწი ვეღარაფერ შეუცვლით. თურმე კონსერვატორები ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ. ეროვნულ საბჭოში კი გაერთიანებული კონსერვატორები თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. კონსერვატორები ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებენ. უკავას განცხადებით ხელისუფლება საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. რა უნდა შეიცვალოს საქართველოში დაუყოვნებლივ? ეროვნული საბჭო გააგრძელებს ბრძოლას სააკაშვილის რეჟიმის შეცვლისათვის და ამ პროცესში ვითანამშრომლებს ყველასთან, ვისი ამოცანაც არის ხელისუფლების რეალურად შეცვლა. იცით რა, მინდა გითხრათ, რომ თუ არ დაიწყებთ ბრძოლას, გაგრძელება გაგიჭირდებათ. როგორ განვახორციელოთ ექსპორტი შვედეთში? როგორ გავიტანოთ ექსპორტი შვედეთში? ამ სახელწოდების ბიზნეს ფორუმი გაიხსნა დღეს სასტუმრო რედისონში. ქართულ-შვედურ სემინარზე დელეგაციის წევრები ქართულ ბიზნესმენებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. არა, შვედეთში პირველ რიგში შევიტანთ ქუთაისში შეკერილ ფეხსაცმელს და რაღა თქმა უნდა ჩვენ მოუწარო დემოკრატიას. მიხეილ სააკაშვილმა რუმინეთის პრეზიდენტს ახალი დაპირება გამოსცალა. საქართველოს შესაძლოა ნატოს წევრი გახდეს მაპის გარეშე.